ბათუმური ლუდი და სხვა ცნობილი ქართული ბრენდები. ხევსურეთის, დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთისა და ოსური ლუდის ნაირსახეობები. ბათუმის ახალი ბულვარი ლუდის ფესტივალს 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ლუდის დღესასწაულზე ლუდის რაინცა და ლედის სპეციალური ჟიური გამოავლენს. ფესტივალის კულმინაცია კი ზღვაში საფესტივალო ლუდის კასრის ჩაშვება იქნება, რომელსაც მომავალ წელს 25 ივნისს ამოიღებენ. ლუდის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს. სპეციალური პავილიონების, სხვადასხვა დასახელების ლუდი, ქართული ტრადიციული კერძები და ფოლკლორი. ბათუმი ლუდის პირველ ფესტივალს მასპინძლობს. 2 დღის განმავლობაში აჭარაში მოქმედი ყველა ადგილობრივი წარმოების ლუდის ქარხანა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კომპანია საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს. ყველა დაინტერესებული მხარეები უკვე ჩამოვიდნენ, განლაგდნენ და სერიოზული სამზადისია, რომ ნამდვილი ქართული ლუდის ფესტივალი შედგეს და წარმოდგენილი იყოს ყველა კომპანია, მსხვილი მწარმოებლის და პატარა ლუდსახარშების. აქ არის თქვენ როგორც ხედავთ ოსეთი, ხევსურეთი, ფშავი, თიანეთი წარმოდგენილი, რომ თავისი ტრადიციული ლუდის ხარშვა კიდევ გვაჩვენონ. აი როგორ გაჩნდა საქართველოში ლუდის პირველი კათხა და დღემდე როგორ ინახავენ ამ ტრადიციას. გვერდიგვერდ სპეციალურად დამონტაჟებულ კაროებში ლუდის ხარშვის იმიტაციას ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ხევსური, დუშელი, ყაზბეგელი, თიანეთელი და ოსი სპეციალისტები წარმოადგენენ. გარდა ამისა, ისინი თავისი კუთხისთვის დამახასიათებელ ფოლკლორულ ნომრებს შეასრულებენ და ტრადიციულ კერძებს დაამზადებენ. წლის წინ ვიყავი აქ, მაგრამ სულ სხვა ბათუმში ჩამოვედით. ვეცადეთ, რომ წარმოგვედგინა ჩვენი კუთხე სრულყოფილად, დაწყებული ჩვენი ეთნოგრაფიული ექსპონატებით, პეიზაჟებით, რომლებიც ფოტოებზეა გამოსახული. ლუდით, ტრადიციული ხევსურული მეთოდით დამზადებული ლუდი, ხინკალი ქადა და რიტუალები, რომლებიც მთაში ჯერ კიდევ საბედნიეროდ შემორჩენილია. ჩამოვიტანეთ ჩვენი ნამუშევრები, ხელნაკეთი ნიმუშების, ხალხური რეწვის ნიმუშების, ასევე მუსიკალური ფოლკლორი და რაც მთავარია, ხევსურული ლუდი. სიმღერით მისალმება ფესტივალის მონაწილეებს ოსეთიდან ჩამოსული სტუმრები მიესალმებიან. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ომარ ხუბაევი კარავთან მისულ სტუმრებს ოსური ლუდის დაგემოვნების გარდა მისი ხარშვის ტექნოლოგიას აცნობს და უძველესი ტრადიციის შესახებ უყვება. ამაში დიასახლის, ესე იგი, ჩამოუსხამდნენ ლუდს და საპატიო სტუმარს მიართმევდნენ. ეს იყო სირჩა. ეს თავისთავად ის იტყოდა, თავის აზრს გამოხატავდა, იტყოდა რაღაც ოჯახზე, ხალხზე რაღაცა და მიირთმევდა ამ ლუდს. ყველას არ აძლევდა, რა თქმა უნდა, საპატიო ხალხისთვის იყო ეს განსაკუთრებით. მერე გადავიდა ხალხში ისე, რომ მე უკვე ხალხში როგორც ტრადიცია ესე იქცა ეს ლუდის სირჩის ვარიანტი. ლუდის რაინდი, ლუდის ლედი და საუკეთესო ქართული ლუდის მწარმოებელი კომპანია. ეს ის ნომინაციებია, რომელშიც 2 დღის განმავლობაში ლუდის მასა და ქართული ლუდის ბრენდების გამოფენის გამარჯვებულები უნდა გამოვიდნენ. საზეიმო ღონისძიებას გრანდიოზული კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას სოფო ხალვაში, კახა ცისკარიძე, ბაიარ შაჰინი და სხვა ცნობილი მომღერლები მიიღებენ. ფესტივალის ორგანიზატორები აქ მოსულ სტუმრებს საინტერესო სანახაობას პირდებიან. გემრიელი ცივი ლუდი, გელოდებათ სანახაობა, ანუ ლუდის ლეგენდის დაბადება, გელოდებათ მთიდან ჩამოსული ველუდეები და ასევე ქართული ლუდის ბრენდები, მთელი შოუ პროგრამა მოძრაობის თეატრის მონაწილეობით, ასევე კონცერტი მეორე დღეს, საზეიმო დახურვა, დაჯილდოება. ქართული ლუდის პირველი ფესტივალი ლუდსახარში თაუერის ინიციატივითა და ბათუმის მერიის და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასეთი ღონისძიებები აუცილებელია ისეთ ტურისტული ქალაქისთვის, როგორც არის ბათუმი, რათა ტურისტებს ჰქონდეს საშუალება არა მარტო ზღვაზე დასვენების, არამედ საღამოობით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ და ასევე იხილონ ჩვენი ადგილობრივი ფოლკლორი, დააგემოვნონ ქართული ლუდი და ამახსოვდეთ ბათუმი როგორც ასეთი ღონისძიებების ქალაქი.
ლუდის ფესტივალის კულმინაცია ლუდით სავსე კაცრის ზღვაში ჩაშვება იქნება. მას 1 წლის შემდეგ ისევ 25 ივნისს ამოიღებენ, რაც მომავალში ტრადიციის გაგრძელებისა და საქართველოს მთისა და ზღვის რეგიონების დამეგობრების სიმბოლო გახდება.